საღამო მშვიდობისა, ჩემო მონატრებულო მეგობრებო. როგორ გიკითხოთ, როგორ ბრძანდებით, იმედია ჯანმრთელად, ბედნიერად და ხალისით ხდებით ამ ახალ წელს. დღეს გვაქვს 29 რიცხვი და როგორც იქნა დაიწყო ჩემი არდადეგები და როგორც იქნა ვიყავი სალონში, თუმცა აგერმა კურიზში მოვიწესრიგე თავი ცოტა მაინც ლამის დამეძინა, იმიტომ რომ ძალიან დაღლილი ვარ ჩვენთან თავს და ძალიან მიხარია. თუმცა სველი თოვლია და ჯერჯერობით არდებს, იმედი მაქვს რომ ღამე დადებს, იმიტომ რომ მინუსებს მიცემებს და -1 უკვე არის და -5-მდე ჩამოდის და იმედი მაქვს რომ ეს იცივე თავისას იზავს და იქნება ესე გადაგვითეთროს. ერთი ესეთი გადათეთრებული ღამე გქონდა უკვე, მაგრამ არ ნარჩუნდებათო. სველია მიწა. მეშინია ფეხი არ გამისრიალდეს, ჩოჩვით მივდივარ. შევალახლა მაღაზიაში. წვრილი რაღაცეები მაქვს საყიდელი. ავიდეთ სახლში და ვიჭრათ. სუკულენტი შემოვიტანე ხალხო, დათოვლილი, ნახეთ. ჩემი ლამაზი სუკულენტი. ოთახში რომელიც ართბება. მეშინია არ გაიყინოს. ნახეთ როგორ არის დათოვლილი. სიყვარელი. მოგესალმებით ჩემო კარგებო. საღამო მშვიდობისა. დღეს 30 რიცხვი გვაქვს, 30 დეკემბერი. ამ წლის ბოლოს წინა დღე. ძალიან მომენატრეთ. მთელი გულით გეუბნებით რომ მართლა მომენატრეთ და როგორც იქნა შემოვედი და შემოვლაგდი. დაიწყო ჩემი არდადეგები, ზამთრის არდადეგები დაიწყო და გაგრძელდება 8 იანვრამდე. მაგრამ მოდით ყველაფერი თანმიმდევრულად. მანამდე უნდა გაჩვენოთ ჩემ ეზოში მეზობლებმა ლამაზი ნაძვი დადგეს. ავა მაქვს მოდუღებული და პატარა მოჭიქულ ხაჭოსთან ერთად მივირთმევ. თან გაჩვენებთ ჩემ შილაკს. ვერცხლისფერი, მე მიყვარს ეს ფერადები, ხო იცით? გულს მიხალისებს. ჩემი საყვარელი ისფერი, არანაკლებ საყვარელი მუგი ისფერი, ფიფკი მივაწებეთ. ვერცხლისფერი. თმა შევიღებე. თმაზე პროგრესი მაქვს აშკარად. მომატებულია შვის რაოდენობა, როგორ გავაჩერო ახლა ეს. აი ასე. ასე მშვენიერია, ხო? ასე მშვენიერია. სახლში ვარ. გუშინ შილაკზე ლამის ჩამეძინა, რაღაცა მომენტში მთლემდა და რას ვლაპარაკობდი გაგებაში არა ვარ, ერთი უნდა დაურეკო ეკუნას. მე ვკითხო რამე ბოდიალობა ხო არ დავიწყე იქ, აი როგორც ნარკოზის მერე რაღაცებს ბოდიალობდი. აი ზუსტად ესე ბოდიალობდი გუშინაც. ჩემო კარგება. მედია ყველანი კარგად ხართ. გუშინ სალონიდან რო გამოვედი. ვეღარანაირად ვერ მოვაპი თავი ვერც გადაღებას, ვერც ატვირთვას. ახლა შევამჩნია ხალხო, აქ რო 402 ნახრეტი აქვს. ეს რაღაცომ დაარტყეს აქ ნეტა. რა ამბავია? შაეშალათ თუ სილამაზისთვის არის. ლაივში ვიყიდე ეს ზედა ჩემ კოლეგასთან. ქონდა ზედები და
რომ ვერ გავდივარ ვერსად და დრო რო არ ამაკავდე და ვიყიდე არა და ყველაფერი დამიპატარავდა აბსოლუტურად და რაღაცა ხომ ჩაიწვას ადამიანს მე კარგად ვარ ჯანმრთელად ვარ ბევრი ვიმუშავე დეკემბერში დეკემბერში ორჯერ ავიღე საქონელი ერთის რეალიზება სრულად მოვახდინე და მეორე დედაჩემთან მაგ დასაწყობებული იმას უკვე 2026 წელს გადმოვიტან თუმცა გადარჩევით უკვე კარგად გადავარჩიე ნუ კი არ გადავარჩიე დავშალე გავხსენი ნახე რა არის და ჩავყარე ისევ 2026 წლამდე არ მაქვს გეგმაში ლაივი თუმცა ბევრმა ადამიანმა მომწერა ჩემმა მყიდველმა გამოჩდით სადა ხართ არ ვიცი შეიძლება დამარტყას თავში და ხოლ გავიდე ან შეიძლება დღესვე ან შეიძლება დღესვე რა ვიცი ბევრი სამზადისი არა მოწამოწებული თქვენ რას გეგმავთ აბა მითხარით ხართ ფუსფუსში მე მაქვს ესეთი გეგმა მაქვს ლობიანის გულსართი მაქვს უმარილო ყველი საღაჭაპურე მოვზელ ცომს ბლომად მაცივარი ისედაც უხდება ძალიან კარგად ინახება და ძალიან უხდება მაცივარი საფუარიან ცომს მოვზელ ბლომად საჭიროების შემთხვევაში უცებ დავაცხობ ხოლმე ხაჭაპურებს ლობიანებს ასევე ოჯახისთვის პიცას როცა მოგვინდება პარმეჯანო მაქვს ერთი ნაჭერი და რამდენიმე გამოცხობა პიცას ეყოფა იტალიიდან ჩამოტანილი ქათამი მაქვს დამარინადებული რომელიც შემიძლია შევწვა ასევე შემიძლია ნიგზის ზეთში ჩავდო და ნიგზის ზეთში კი არა ნიგზის წვენში ნიგზის წვენის გაკეთებას რა უნდა როცა ნიგოზი გაქვს გატარებული და ბლენდერი უნდა გამოიყენოთ ან ერთ ნამცხვარს მოვაფისფისებ აუცილებლად დღეს ხვალ გავაკეთებ ამას გოზინაღს გავაკეთებ სულ ეს არის დანარჩენი ბაქს ფარში და თუ არ დამეზარება შეიძლება ბლინები დავასხა საყინულეში კარგია რომ აქ ეს ბლინები შესაძლოები გამოვიღებ შევწავ შევბრაწავ და ძალიან კარგი იქნება წნილები მაქვს ზეთის ხილი მაქვს და ხილი მაქვს ციტრუსი მაქვს და ბანანი კამფეტი ვიყიდე ერთი შეკვრაკი და ალკოჰოლი მაქვს მოგეხსენებათ მამაჩემის არაყი მამაჩემის ღვინო ლიმონათები ვიყიდე და ნეტა ყველას მისცეს იმდენი მე რო წელს მაქვს არ მიყვარს ხოლმე თუ ესეთი კონკრეტულად დაპატიჟებული და მოწვეული რაოდენობის სტუმარი თუ არ ამყავს არ მიყვარს ბევრის გაკეთება ერთდროულად მთელი დღესასწაულები წინ არის იქ ახალი წელია იქ პირველია იქ ბედობაა იქ 7-ია იქ 14-ია იქ მერე წყალკურთხევაა და ნელ-ნელა გავაკეთებ აი რატო გავაკეთებ ხა ხუთნაირი ნამცხვარი ერთად არავის არ ველოდები იმიტომ კი არა რომ არ მინდა და იმიტომ კი არა რომ ვინმეს არ უნდა უბრალოდ წელს ესე დავგეგმეთ მე ვარ ძალიან დაღლილი ბოდიში რომ თან მივირთმევ ვიფიქრე რომ ყავას და ტკბილეულს მივირთმევ და მერე ჩავწერ თქო და მე ვიცი ჩემი მერე ერთი თვეა მაგი მერეს გამო დავიკარგე ძალიან დიდი მადლობა გოგოებო ვინც წერდით სამარხა როგორ ხარო განსაკუთრებით უდიდესი მადლობა მოკითხვებისთვის მაკო ღონღაძეს და განსაკუთრებით დიდი მადლობა ჩემ თაკოს რომელიც TikTok-შიც გადმომყვა და TikTok ლაივებში შემოდის ხოლმე და თქვენ ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია. აი თაკო მართლა ძალიან მიხარია. მიუხედავად იმისა, რომ თაკოს ჩემი ონლაინ მაღაზია სულ არ ადარტებს. იმიტომ რომ არ უყვარს ეს რბილის სათამაშოები ჩემგან განსხვავებით და შემოდის ჩემთან ურთიერთობისთვის და სასწაულად მიხარია. ძალიან დიდი მადლობა. ერთ თვეზე მეტია ერთმანეთს არ შევხვედრივართ და ბევრი რამე დამიგროვდა მოსაყოლი.
პირველ რიგში ის რომ მე დაგპირდით და მოგატყუეთ უდროობის გამო, მოუცლელობის გამო იტალიის ამბების მოყოლა ჩვენება და ამას ამ არდადეგებზე აუცილებლად გავაკეთებ ნოემბრის ბოლოს რომ ვიყავით მე და ტასიკო იტალიაში მაგის ვიდეოებს, სურათებს და შთაბეჭდილებებს აუცილებლად ცალკე ვიდეოდ გაგიზიარებთ პირველიდან 8-მდე თავისუფალი დრო მაქვს. ასევე ჩემი ბიზნესის ამბები. ბიზნესი რა ხა ვიღაცისთვის სასაცილოა, ჩემთვის ბიზნესია. მე თქვენ კარგად იცით რომ ძალიან მადლიერი ადამიანი ვარ და არ არის აუცილებელი რომ თავზე გადმომაპნიოს ზეცამ რაღაცა საოცრებები და მილიარდები რომ ვიყო მადლიერი, პატარაზეც მადლიერი ვარ. ალბათ იმიტომ რომ ისეც არაფერს არ ინანებს ჩემთვის და ყველაფერს მაძლევს რაც გულით მინდა. მართლა. რაზეც მიოცნებია ყველაფერს მაძლევს. ამ ყველაფერს მე რომ მიუხედრილიყავი 20 წლის ასაკში კარგი იყო, მაგრამ ისიც კარგია რომ 45 წლის ასაკში მივხვდი. ბუბუშა ფხაჭნის აქ აი შეგახედოთ ბუბუსა. ბუბუკა, რასაკეთებ შემოგევლე? ბუბუ, უნდა დაგლიჯო დედო. რატო უნდა დაგლიჯო? არ დაგლიჯო სიხარულო, ვეღარ დაჯდები მერე. ჩავარდები. რა გამომეტყველება აქ? გეგონება რაღაცა ვუთხარ, როგორ ვაკადრე. ცუდად ამაკ თმა გამისწორა ჩვენმა ახალმა სტილისტმა. ეს ცოტა საღებავიანი მაქვს, მოკლედ ერთხელ მაქვს ჩამოსაბანი რა. სურათები უნდა გაჩვენოთ ხალხო. ქერაპარიკი შევიძინე და შევიძინე ხუმრობისთვის და ძალიან მომეწონა რომ დავიფარე სხვათა შორის. ზამთარში მაინც შეიძლება ხმარება, როცა რაღაცა ახალი გინდა ადამიანს. რატომაც არა, ქუდის მაგივრად. მინდა რომ გავაკეთო პატარა შეჯამება. გასული წლისა. რადგან მადლიერებაზე ვილაპარაკე. ამ წლის ძალიან მადლიერი ვარ. ძალიან კარგი წელი მქონდა. ჯანმრთელები ვიყავით ყველანი. კი, რაღაცა პატარა პრობლემები იყო. ტასიკომ ფეხი იტკინა. მეწოდაში ვიმატებდა დევიტამინის პრობლემა გადავჭერი, მაგრამ მე მგონი პრედიაბეტი მაქვს. იმიტომ რომ ძალიან საერთოდ ვერ ვიტან შიმშილს. შაქარი მივარდება შეგრძნების დონეზე, თორე არ გამომიკვლევია ჯერ. ახალი წლის მერე ვაპირებ. თუ არ შევჭამე 3 საათში ერთხელ რაღაცა, ცუდად არის ჩემი საქმე. და ამის მოსაგვარებლად აუცილებლად რაციონალური კვებაა საჭირო 3 საათში ერთხელ. პატარა ულუფები და დაბალ კალორიულები. ეს დამცხრები კი არა. მაღაზიის რულეტიაზე იმდენი შაქარი აქვს. მაგრამ თლიანობაში მე ამისი მართვა ვისწავლე და იმ ჭარბწონასაც მოევლება აუცილებლად და ზუსტად ვიცი რომ ყველაფერს გამოვასწორებ. ტასიკო ფაქტიურად დაეუფლა ახალ პროფესიას, ხელობას თუ საქმეს თუ პროფილს თუ არ ვიცი როგორ უნდა ვთქვა. თავისი ახალი სამსახურით, რომელსაც ძალიან კმაყოფილია. მე როგორც იქნა ვიპოვე ჩემი თავი საქმეში და სამუშაოში. დანარჩენი ოჯახის წევრები ჯანმრთელები არიან. იმათ ახალი პროფილი, ახალი საქმე და ახალი ბიზნესი არ აქვთ, მაგრამ რაც აქვთ, ყველაფერი ძალიან კარგად მისდით. დიდი მცდელობების და დიდი შეცდომებზე სწავლის ხარჯზე, მაგრამ მაინც ყოჩაღად მისდით ყველაფერი. რაც შემეხება მე ასეთი კმაყოფილი ჩემ საქმიანობაში არ ყოფილვარ ჯერ. აი უცნაურია ადამიანი, რომელსაც არითმეტიკაც კი არ ვიცი და არასდროს მიფიქრია
ვაჭრობის სფეროზე. მოგეხსენებათ, ეს ვაჭრობის სფერო დიდად პრესტიჟული არ იყო ჩვენ ქვეყანაში არასოდეს. საერთოდ არ მიფიქრია ამ სფეროზე. მე მეგონა რომ არაფერს გაყიდვა არ შემიძლია. ახლა რო დამაჭერინოთ ხელში რიყის კენჭი, რიყის კენჭს გავყიდე. მე აღმოვაჩინე რომ თურმე ეს შემიძლია. ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე ეს სექტემბრიდან მოყოლებული, აგვისტოდან მოყოლებული. აი ძალიან ბევრი რამე ვისწავლე მართლაც. ვისწავლე ის რომ ვაჭრობა არ არის უბრალოდ აღებმიცემობა და ვიღაცის მოტყუება. აი ხო ესე ვართ განწყობილები. პირიქით ეს არის ურთიერთობა და ერთგვარი მეგობრობა და ურთიერთნდობა, მით უმეტეს როცა ეს ხდება ონლაინ, როდესაც იმ ნივთს, რომელსაც მე ვყიდი, ხელს ვერ კიდებს, მისი წონა, მისი ხარისხი არ იცის, ანუ ამ შემთხვევაში მყიდველის უმეტესი თვალის უმეტესი ნაწილი, ხელი, შეგრძნება, სუნი არის ჩემი. და მე ვუყვები ამ შეგრძნებას და აი ჩემ შეგრძნებას ყიდულობს ადამიანი. მე რო ვეუბნები რომ ძალიან სასიამოვნო ხარისხია, აი ხელიდან გაშვება არ მინდა, აი მძიმეა, საკურიო რომ ბევრს გამოგართმევს, მაგრამ ესეთი მყარია, მოჩვარული კი არ არის, აი რომ დადებ ლამაზად და ესეთი ნივთია, რომელიც გესიამოვნება და წელში გასწორებული იქნება, ეს ზუსტად ასე უნდა იყოს. და აი ეს რა აღწერილობა, რაც მე ახლა გავაკეთე, აი ეს აღწერილობა, აი იმ აღწერილობას მოყვება ჩემი მომხმარებელი, მე მენდობა და აი მაგას გულისხმობდი, რომ ვთქვი, რომ ამ ჩემი მომხმარებლის თვალის უმეტესი ნაწილი, ხელი, ყნოსვა, ეს ტაქტილური შეგრძნებები არის ჩემი. მე ვუზიარებ ამას ამ შეგრძნებას და აი ამ ჩემი გაზიარებაში არ უნდა იყოს ტყუილი, რომ ვეტყვი რომ არის სასაჩუქრე, მდგომარეობა არის სასაჩუქრე, რომ ვეტყვი რომ უბრალოდ ბავშვისთვის შეგიძლია შეიძინო რომ სახლში ყურებში წაავლოს ამ ბაჭიას ხელი და ფეხებით აფორთხიალოს მიწაზე და არ დაგენანება და ფასით შესაბამისი აქვს, ისიც მიჯერებს და სასაჩუქრე როა და რომ ვეუნებე რომ მხოლოდ სასაჩუქრე ყუთში ჩადებს და მეტი არაფერი არ უნდა ამ ნივთს და შეუძლია აჩუქოს ვისაც უნდა და არ შერწყვება, მაგაზეც მიჯერებს. ანუ იმისი თქმა მინდა რომ მართლაც არის ეს ვაჭრობა, მით უმეტეს ონლაინ ვაჭრობა, არის ურთიერთობა, მეგობრობა, რაც აუცილებლად ითვალისწინებს გულახდილობას და ნდობას. მე უნდა ვიყო გულახდილი და უნდა გქონდეს ჩვენ ორს შორის, მყიდველს და გამყიდველს შორის ნდობის ფაქტორი. ეს ერთი. მეორე და ხაზგასმით მინდა ვუთხრა ყველას და ყველაფერზე. იყიდება აბსოლუტურად ყველაფერი. გახვრეტილი ქვაბიდან დაწყებული, შანელის ფეხსაცმლით დამთავრებული, არავინ არ თქვას, არავის არ უნდა არ იყიდება. ყველაფერს ყავს თავისი მყიდველი. ყველაფერს. ეს მე მითხრა წერეთელზე მუშაობდი მეორადის მაღაზიაში, მეხუთე კურსზე რო ვიყავი, მეხუთე კურსის მეორე სემესტრში, მაგ დროს ინსტიტუტში არ დავდიოდით ფიზიკურად, ეს იყო დიპლომის დაწერისთვის განკუთვნილი დრო, რაღაცა კონსულტაციებზე მივდიოდით ხოლმე, მაგრამ ყოველდღე ლექციები აღარ გქონდა და გვეწერა დიპლომი და მე ვერ ვწერდი დიპლომს, იმიტომ რომ ოჯახის ხელმოკლეობის გამო, რაც 90-იანებში ძალიან ჩვეულებრივი ნორმალური ამბავი იყო პატიოსან ოჯახებში, არა, რა თქმა უნდა, პატიოსანი ოჯახებიც იყვნენ კარგი შემოსავლით. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ვამბობ, არ იყო ესეთი იშვიათობა, ვერ ვწერდი იმ თემაზე დიპლომს, რომელიც მე მინდოდა, რადგან დაახლოებით ესე 20-22 ვიდეო კასეტა მქონდა, საყიდელი თითო დაახლოებით 10 ლარი ღირდა, უნდა მეყიდა ეს ყველაფერი იმისათვის, რომ მეყურებინა ამ კონკრეტულად იმ რეჟისორის, მე რომ მინდოდა დიპლომის დაწერა იმ რეჟისორის ფილმები და უნდა მენახა ეს ფილმები, რო არ მენახა, ვერაფერს ვერ დავწერდი. რადგანაც მე მინდოდა და მეწერა ის, რაც მინდოდა და ის მეორადი მაღაზიაც ძალიან მომეწონა. წერეთელზე, როგორც მომხმარებელი ისე შევედით მე და დედა და ვიკითხეთ სამუშაო ადგილი ხო არა გაქვთო, ეს იყო ახალი წლის პერიოდი და
ულამაზესი სკანდინავიური მეორადი ფუთები ჰქონდათ გახსნილი, ულამაზესი შვედური და ნორვეგიული საახალწლო ტექსტილი ჰქონდათ, ისეთი როგორც არის ჩაისტილოები, პირსაწმენდები, სუფრები, ლენტები, ფარდები, 1000 წვრილმანი და ეს აი ამდენი მე პირველად ვნახე, მაშინ ერთადერთი ესეთი უცხო ტექსტილის და უცხო ჭურჭლის მაღაზია მთელ ქალაქში იყო დანიური სახლი, სადაც დანიური ძალიან ცოტა რამე იყო და ზოგადად საახალწლო ნახატით ძალიან ცოტა იყო ქალაქში ყველაფერი, რაღაცა ძალიან ესეთი უხარისხო ჩინური და თურქული რაღაც ნაზუსხის დათამაშოები შემოდიოდა ხოლმე. აი არაფერი არ იყო, არაფერი. აი ხლა ვინც ახალგაზრდები ხართ და მე ვიცი რომ ბევრი ხართ ჩემთან არხზე ახალგაზრდები, მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ ჩემი ყურადღებისთვის. ახალგაზრდებს თუ არ გახსოვთ, მე გეტყვით, რომ აი ელემენტარული კათოლიკური შობის სიმბოლოები, აი ბუხარზე ჩამოსაკიდებელი ტექსტილის რაღაცა ნაჭრის მწვანე ან წითელი ჩექმა, რომელშიც საჩუქარს აგდებენ და რაღაცა ზარი, რაღაც ესეთი ზოლიანი კამფეტი, ლოლიპოპი საახალწლო თეთრი წითელი ზოლით. ბუბუკი რა შვები შემოგევლე. რაღაცა ესეთი ამელათი, ასეთი არ იყო. ვერ გახვიდოდი 95-96 წელს და ვერ იყიდდი აი მას, რაც მე ახლა ვთქვი. რომელ იმაზეა ლაპარაკი, ugly Christmas სვითერები როა, ეხლა მე ჩემმა მეგობარმა მაჩუკა არაჩვეულებრივები. ლიმონი მოიპარა, პარკიდან მოიპარა ვაჟბატონმა ლიმონი. არანაერად, არა, ეს იყო მხოლოდ მეორადში, მხოლოდ და იმათ რომ ეს ჰქონდათ ახალი გახსნილი წერეთელზე, გადავირიე პირდაპირ და ვიკითხე, რომ ძალიან დატვირთულები იყვნენ და გოგოები ცოტანი იყვნენ და ვაიმე მიხედე, ვაიმე მომხმარებელი მოვიდა, ვაიმე ხურდა მიეცი, ვაიმე არ მოიპაროს იმას უყურე, ეს ძალიან ალიაქოთი იყო და ვიკითხე პირდაპირ თანამშრომელი ხო არ გჭირდება თქო. და კიო მჭირდებაო. მე და დედა ვიყავით მისულების საქმეზე, მე და დედას გვქონდა ძალიან დიდი ფუთა გვქონდა აღებული მეორადი იმისი, რა ქვია, ქსოვილის. ჩვეულებრივი ქსოვილები გვქონდა აღებული და მაგ საწყობიდან და მაგაზე ვიყავით მოკლედ. ხო, აი ხა ვიხსენებ, ძალიან დიდი ხანია ეგ არ გამხსენები, ეგ ამბავი. და მაგ საქმეზე ვიყავით მოკლედ მისულები და მაგათ შეგვიყვანეს მაღაზიაში საწყობინა, რომ აიო ნახეთ როგორი საქონელიაო, ესეც ხო არ გინდათ. ხა ის ჩვენ არ აგვიღია, იმიტომ რომ ის ძვირი იყო, ძალიან დიდი იყო. მაღაზია არ გვქონდა, მაგრამ ჩვენი მეგობარს ჰქონდა გასაქირავებელი ფარტი და ისიც გვეხმარებოდა და მოკლედ ის რაღაცა ერთი ფუთის რეალიზება მოვახდინეთ. ზოგი ახლობლებზე გავყიდეთ, ზოგი რა ვიცი, ვწვალობდით, ახლა ისეთი დრო იყო, რომ ვცდილობდით, ყველა ვცდილობდით რაღაცა გაგვეკეთებინა და მე ყოველთვის მომწონდა ეს თემა, ყოველთვის მომწონდა ეს მეორადი საქონელი, პირველ რიგში, იმიტომ რომ იყო ძალიან ლამაზი, ძალიან ხარისხიანი, ის რაც ბაზრობაზე და მაღაზიაში არ იყო მაგ დროს და ახლაც ძალიან ცოტაა, მე თუ მკითხავ და მეორე ის, რომ მეორადი მოხმარება დიდი შვებაა პლანეტისთვის. პატარა აგურია, პლანეტის დამცავ, ესე ვთქვათ, გალავანზე, მაგრამ ის პატარა აგური, მეც პატარა ადამიანი ვარ და იმ პატარა აგურს როვდებ, ძალიან მომწონს. და მან დრო ვმუშაობდი, მაშინ ვნახე ეს ყველაფერი პირველად და იქიდან მოყოლებული ძალიან მომწონდა. აი ძალიან მომწონდა ეს ყველაფერი, სასწაულად. მომწონდა მეორადი საქონელი, მომწონდა მეორადი საქონლის ყიდვა-გაყიდვა, მომწონდა მეორადის ჩაცმა, თუნდაც სეირნობა, მაგრამ აი ამის ბიზნესად გადაქცევა რაღაცა თავში არ მილაგდებოდა, სულ თავი გამირბოდა იქითკენ, რომ მაღაზია უნდა ვიქირაო, ესე იგი, მაღაზია რომ ვიქირაო, მერე იქ მისია უნდა მქონდეს, მერე იქ უნდა ვიყო, იქ ქირა უნდა ვიხადო, იქ გამყიდველს უნდა გადავუხადო და მერე ვცადე ინსტაგრამზე.
ძალიან ცუდად წავიდა, ინსტაგრამი ცოტა სხვა თემაა, TikTok-ზე უფრო სწრაფად იქოქება და სწრაფად გავარდება ხოლმე რაღაცა საქმე. თავიდან TikTok-მა მითხრა, რომ ლაივში მომზადებული ვიყავი, საქონელი ყველაფერი მოვაგროვე, მომზადებული ვიყავი და TikTok-მა მითხრა, რომ არაო, 2000 გამომწერი მაინც უნდა გყავდეს, რომ ლაივში გაგიშვაო და არ გამიშვა. და ნუ რა თქმა უნდა, გული დამწყდა ცოტა, მაგრამ ვთქვი, რომ ალბათ ასეა უკეთესი, როგორც მე მჩვევია. მოკარქებო დიდი ბოდიში და დავამტკიცე, რომ აი მართლაც ყველაფერი უკეთესობისკენ ხდება. ბუ მოვიდა და აქ მეთამაშება ხელებზე. მებრალაძუნება, იქ გოგოებს რო ელაპარაკებიო და ბიჭებსო, მე ვაქავარო. ბუბს ძალიან უხარია, რომ აი გადი გამოდიში და ამ საქმეებზე სირბილში ძალიან მასთან ვარ, მოკლედ დიდ დროს ვატარებ მასთან, ძალიან უხარია. მეც ძალიან მიხარია, ტახტი გავშალეთ აქ და წამოგორებულები ვართ. იდაძალეს და ამას ძალიან უხარია, ჩემთან არისო, ჩემი მაკაო, ჩემთან. შემდეგ უკვე TikTok-მა სადღაც ერთ კვირაში მომწერა, რომ არ არის აუცილებელი 2000-იო, შეგიძლიათ გახვიდეთო. და ვისაც გაინტერესებთ TikTok-ზე ესე სწრაფი გავარდნა, როგორ ხდება, მე არა ვარ ამის სპეციალისტი, მაგრამ ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ გამომწერებს გულხილდაკრეფილი არ უნდა დაждდე და არ უნდა ელოდო. აუცილებლად უნდა იაქტიუროთ. ყოველ დღე უნდა შეხვიდეთ TikTok-ზე. ყოველ დღე უნდა მოიწონოთ ვიღაცა, დაწეროთ კომენტარები. გადაუზიაროთ მეგობრებს ის რაც თქვენ ატვირთეთ. მარტივი ვიდეო და რაც ატვირთეთ, ამას რომ ნახავენ მეგობრები, ისინიც გააზიარებენ, ისინიც ნახვას მოუმატებენ. ანუ მხოლოდ გამომწერების რაოდენობაზე არ არის ლაივში გასვლა, ლაივში გასვლა და მხარდაჭერა TikTok-ის მხრიდან დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენჯერ გიყურეს, რამდენჯერ დაგათვალიერეს, რამდენჯერ გაგაზიარეს, რამდენჯერ დაგილაიქეს, დაგიკომენტარეს და ეს ყველაფერი რომ მოხდეს, აუცილებლად დღეში ერთ წუთიანი ვიდეო მაინც უნდა დადოთ. ასე მაგალითად მე ვიღებდი ბუნებას, ვიღებდი ცხოველებს, ვიღებდი ჩემს საქონელს, ვიღებდი რაღაცა ხუმრობებს, ვიღებდი ანეკდოტებს, ვიღებდი აი მაგალითად რაღაცა ერთი კვირა ვაკეთე, რა მოხდა დღევანდელ დღეს მსოფლიოში და 10 ივლისს რა მოხდა, ის დაიბადა, ის გარდაიცვალა, ის გამოიგონეს, ეს ქნეს, ის ქნეს. ვიღაცისთვის საინტერესო აღმოჩნდა და ასე ნელ-ნელა მოვიდა ხალხი და დაახლოებით 250 ადამიანი მყავდა გამომწერებში TikTok-მა, რომ უკვე გამიშვა ლაივში, მიუხედავად იმისა, რომ ერთი კვირით ადრე მითხრა, რომ არა, 2000 გამომწერი უნდა გყავდეს. რაც შეეხება ამ ერთწუთიან ვიდეოებს, TikTok-ი გვაძლევს უსაზღვროდ დიდ მუსიკალურ ფონდს. მუსიკის დადებისას უნდა გაითვალისწინოთ ის თუ რამდენად პოპულარულია ეს მუსიკა. თითოეულ მუსიკალურ ტრეკს აწერია, რომ გამოყენებულია დაუშვათ 1,5 მილიონ, 2 მილიონჯერ. რაც უფრო დიდი იქნება რიცხვი, მით უფრო პოპულარულია მუსიკა და რაც უფრო პოპულარულია მუსიკა, უფრო კარგად წევს წინ TikTok-ი ამ თქვენ ვიდეოს მნიშვნელობა არა აქვს, რა არის. თქვენ შეგიძლიათ ყავის სმა გადაიღოთ, მთავარია 2 მილიონიანი მუსიკა დაადოთ. ასე რომ შემოკარგებო, ძალიან გადაწონა კულინარია, კონდიტერია ჩემთვის აი ამ საქმემ, რომელსაც ახლა მე ვაკეთებ. ჯერ ეს ერთი, ისევე როგორც YouTube-ზე, ჩემ გამომწერებს შორის შეგიძინეთ ძალიან სანდო და სასიამოვნო ადამიანები, ისე შევიძინეთ ძალიან სანდო და სასიამოვნო ონლაინ მეგობრები TikTok-ზე. ისინი არა მხოლოდ ჩემი მყიდველები არიან, არა მხოლოდ ჩემი მომხმარებლები და მსმენელები არიან, ადამიანები, რომლებსაც მე ყველანაირად ვენდობი, ადამიანები, რომლებსაც მე ხანდახან ხდება, რომ ნისიათ ვუგზავნი საქონელს. ხან და ვენდობი და ვიცი, რომ აუცილებლად დააბრუნე, მასიზავენ, ჩარიცხავენ თანხას. ადამიანები, რომლებისგანაც ძალიან ბევრ ამას ვსწავლობ, თუნდაც ადამიანობას, თუნდაც ურთიერთობას, თუნდაც
რაღაცა ინტერნეტში ტექნიკურ რაღაცა დეტალებს ძალიან ბევრ რამეს მასწავლიან გოგოები. ასე რომ არ ვნანობ ამ კუთხით. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ეს არის შემოსავალი. ვერ ვიტყვი რომ მილიონერი გავხდი, მაგრამ სადღაც 3-4 თვე ვაკეთებ ამ საქმეს და თანაც აკეთებ შენ ჭკუაზე. არ აკავს უფროსი, კი, შეცდომებს უშვებ, რა თქმა უნდა. მე ეს არ მისწავლია და ბორბლის გამოგონება მე თვითონ მიწევს, მაგრამ ხელახლა, მაგრამ 4 თვეა ხო? მაგრამ ჩემ ჭკუაზე ვმუშაობ. მინდა დღე, მინდა, როცა მინდა მაშინ გავალ ლაივში. როცა რასაც მინდა იმას გავყიდი, რა ფასადაც მინდა იმ ფასად გავყიდი. თუ მცალია და შემიძლია უახლოეს 3 დღეში გავგზავნო, ვეუბნები რომ 3 დღეში გამოგიგზავნით. თუ არ მცალია, ვაფრთხილებ რომ 10 დღის განმავლობაში ნუ მომთხოვთ და თუ იმედი გექნებათ რომ უფრო ადრე მოვა, ნუ შეიძენთ. როგორ დავალაგო, როგორი საქონელი ყველაფერი არის ჩემზე დამოკიდებული. კი, არის პასუხისმგებლობა, კი, არის ცოტა სანერვიულო, აბა როგორი საქონელი ავიღე, აბა როგორი მოგება იქნება, აბა როგორი მოწონება იქნება საქონელს და ხო არ გავაწმილებ ჩემ მომხმარებლებს. იქნება თუ არა ჩემთვისაც სასიამოვნო მუშაობა ამ საქონელთან. კი, პასუხისმგებლობა არის, რომ აი მინუსზე არ უნდა წავიდე და ეს არის ოჯახის ბიუჯეტიდან აღებული თანხა და აუცილებლად საკუთარი თავი მაინც უნდა ამოიგო სამ ფუთამ, ხო? მაგრამ თავისუფლებაც იმხელა ხალხო, იმხელა თავისუფლება, რომ აი როგორც ჩემი დეკანი ნათია მეგრელიშვილი ამბობდა, რატო გავხდი დეკანიო? ძალიან სთხოვეს, არ იყო კანდიდატი არავინ და სთხოვეს ძალიან და რა ძალა მედგა, რატო გავხდი დეკანი? ისეთი თავისუფალი ვიყავი, ფრთების ტყლაშუნი მესმოდაო და აი ესე ფრთების ტყლაშუნი გესმის ისეთი თავისუფალი ხარ, როცა საკუთარ თავზე მუშაობ. მე და ძალიან მსიამოვნებს ეს საქმე. აი ძალიან მსიამოვნებს. აი ამ ახალი საქონლის დაშლა, აი ამ ახალი საქონლის დარეცხვა, გაშრობა, მიკერება, შეკერვა, გაუთოვება, ინფორმაციის მოძიება, ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. ძალიან ბევრი რამე ვისწავლე ამ სათამაშოების შესახებ. აღმოვაჩინე ახალი ბრენდები, აღმოვაჩინე ამ ბრენდების ისტორიები, რატოა ძვირი, რატოა იაფი, მე ძალიან ბევრი მულტფილმის გმირია სათამაშო, ეს იქნება პიქსარის თუ მარველის თუ ჰარი პოტერის თუ დისნეის, რა ვიცი, ვისიც გინდათ იმისი გმირი, რატომაც არის რომ ფასობს. ბობოსი, აბა, რატო ამოიღე ეს ენოთი? რატო ამოიღე? მოკლედ ძალიან სასიამოვნოა. მომწონს ასევე ცოტა მანერვიულობ ხოლმე, რომ არ ამერიოს, ყველას ის გაუგზავნო, რაც უნდოდა და ერთის მეორეს არ გაუგზავნო და მეორესი პირველს, მარტივად რო ვთქვა. არ გამომრჩეს, იცით, ძალიან ბევრი რამეა დასამახსოვრებელი. შეიძლება ლაივის მერე მომწერონ და აი ის რო იყო სტაფილოსფერი ისიც ჩამიდე რა. ვიღაცა მომწერს და მეტყვის, რომ მაკა აი მისი 15 ლარი არ ამაქვს და 10-ად მომცემ. მე ზოგი მეტყვის, რომ ამჯერად ამ მისამართზე არ გამომიგზავნო, ახალ მისამართს გამოგიგზავნი, დედასთან და გავაგზავნო. და მე ეს არ უნდა შემეშალოს. იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხარჯთან არის დაკავშირებული. საკურია რომ ზედმეტი არ უნდა გამოართვას, ტყუილი არ გამომივიდეს. იმას რომ დაბადების დღისთვის უნდა საჩუქრად, საჩუქრის გარეშე არ დარჩეს. ჩემი იმედი აქვს, უნდა მიუიდეს ეს სახლში. აი ახლა დიდთოვლობის გამო დასავლეთში დაიგვიანეს ამანათებმა და ძალიან ნერვიულობ. თუმცა არ ღირს ნერვიულობაც ერთ არაფერი არ ღირს, მაგრამ მით უმეტეს როცა ისეთი მომხმარებელი ყავს ადამიანს, როგორც მე მყავს, აბსოლუტურად შეგნებულები, კულტურულები, გემრიელები. ამასწინათ ერთმა მომხმარებელმა მითხრა, რომ აი როგორც შენ გვეპყრობიო, ისე გეპყრობითო ჩვენცო და ნუ გიკვირსო, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და ნუ გიკვირსო, რომ სხვებისგან განსხვავებითო ჩვენ არავისთან არ გვაქვს კონფლიქტიო და ეგეთებიც არის, ლაივებში ხდება.
და ჩვენ ყოველთვის მადლიერები ვართ თუ შენიო და შენ ყოველთვის კმაყოფილი ხარ ჩვენითო, ესო ორ მხრივი ურთიერთობა არისო და ეს მარტო ჩვენი დამსახურება არ არისო, შენგან მოდის ეს ყველაფერიო და ამისთვის ახლა მადლობა როგორ არ უნდა უთხრა ადამიანს, აი ამიხსენეთ და როგორ არ უნდა ვიყო ზოგადად ამ წლის მადლიერი, როდესაც ასეთ რაღაცას გეტყვის ადამიანი, ვის არ სიამოვნებს. კი არ ვიმაშვები ახლა ვტრაბახობ და მატრაკვეცობ. დიდი მადლობა ღმერთს, დიდი მადლობა სამყაროს, დიდი მადლობა ჩემ ოჯახს, დიდი მადლობა ჩემ მომხმარებლებს, მადლობა მეგობრებს და აი ამ მშვენიერ წელიწადს, რომელმაც მე მაპოვნინა ჩემი საქმე, ჩემი თავი და სხვათა შორის როგორ ვიპოვე იცით ეს ყველაფერი, ძებნა რო შევწყვიტე მერე. ძებნა რო შევწყვიტე მერე, ძალიან ბევრი საქმეა, რომლის კეთება მომწონს, რომლის კეთება სიამოვნებს, მაინტერესებს, მაგრამ აი ერთი და იგივე ვაკეთო და არ მომბეზრდეს და კიდე მინდოდეს ამის კეთება და ამას იმ შემთხვევაშიც გავაკეთებდი დიდი ფული რომ მქონდეს, აი მილიონერი რო ვიყო ამ საქმეს გავაგრძელებდი. აუცილებლად გავაგრძელებდი. აი მასე მაგალითად მეორადი საქონლის რეალიზაცია ხშირად დაკავშირებულია ქველმოქმედებასთან. აი ბოლო ფუთა რომელიც მოვიტანა იმ ფუთაში იყო პარკი, რომელშიც იყო გამონასკული წვრილი სათამაშოები და იარლიკებზეც ქაღალდები ქონდა მიკრული. თურმე მოუწიათ ესეთი აქცია, პროექტი ქონდათ საქველმოქმედო, შეაგროვეს სათამაშოები, გაყიდეს გარე აიმაზე ბაზრობაზე, აი ეს გარაჟის ისინი რო ახome გარაჟსეილები ამერიკაში, ევროპაშიც დაახლოებით იგეთი ესეთი ღიაცის ქვეშ ბაზრობებს აწყობენ ინსტიტუტები, სკოლები, ბაღები, რაღაცა დაწესებულებები მოაგროვებენ აი იმ სათამაშოებს, რომლებიც მათ შვილებს აღარ ჭირდებათ და ყიდიან და შემოსული თანხა მთლიანად ირიცხება იმ პარკი, იმიტომ ახსენე, იმ პარკს ჰქონდა აი ამ პროექტის, აი ამ აქციის, საქველმოქმედო აქციის წარწერა, მისი რა ქვია, მისი სიმსივნით დაავადებულთა ფონდში გადასარიცხი სათამაშოების გაყიდვაო ეწერა ამ ცელოფნის პარკს. ზოგს აწერია ცხოველთა გადარჩენის ფონდი, ასე მაგალითად ცხოველის სათამაშოებს, ცხოველის ფიგურებს, ცხოველის გამოსახულებით იმას ყიდიან ხოლმე, კონკრეტულად იმას ყიდიან. აი მე მქონდა ესეთი სათამაშო, რომელსაც მიწეპებულ ქაღალდზე ეწერა, რომ გორილების გადარჩენის ფონდი წითელ წიგნში რაც არის შეტანილი. დაშო. რაღაცამ დაიწყაპუნა სიხარულო. მაგრამ მე ვაჩაჩუნე. მადლობა. რეალა მაისი ხარ გოშკა. სუფთა. ხო. დაბანა უხდება ხალხს, ძალიან უხდება. რაღაცა იერი ეცვლება ადამიანს, მშვიდდება რაღაცა, ძალიან ახალი დაბანილი არის, ყველაზე ლამაზი მე თუ მკითხავ ადამიანი. მე მაქვს ეს სისუფთავის ციკი შეიძლება, არ ვიცი. ხო და ჩემოკარქებო, ესე დაუბრუნდეთ ისევ იმ თემას, შემაჯამებელს წლისას. იყო ჯამრთელი წელი და კიდევ უფრო უკეთესი იქნება. იყო შემოსავლიანი წელი, იმიტომ რომ ვიშრომეთ, იმიტომ რომ ძალიან გაგვიმართლა, ძალიან მოგვიმართა ხელი გარემომ. ვიპოვე ჩემი თავი საქმეში. უფრო მეტად დაუმშვიდდი ვიდრე ვიყავი, უფრო მეტად შევიგრძენი რომ არაფერი არ მიჭირს და ძალიან კარგად ვარ და მიყვარს ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი ცხოველები, ჩემი თავი, ამინდი, ხედი, რა ვიცი, ყველაფერი მესა, აი ძალიან ბედნიერად ვარ მოკლედ, თუმცა უფრო უკეთესი შეიძლება, ხო მართალია, მჯობნის მჯობნი არ დაილევა. მე მინდა რომ ჩემ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სიმშვიდე, არავის შიოდეს, არავის წყუროდეს, არავის არ ატყუებდნენ, არავის აბუჩად არ იგდებდნენ, ისევე როგორც ადამიანს, ასევე ძაღლს, კატას და ვისაც გინდათ ცოცხალი არსება იქნება ხე თუ ყვავილი. არა აქვს მნიშვნელობა. როგორ მიყვარს ეს მოჭიქული ხაჭი? და როგორ ძვირდება? რა ძვირდება რომ? თქვენ მე პირველად ვხედავთ
ეკრანთან ასე ჭამაჭამით. თუ მაინც და მაინც რაღაც არ მომამზადე და თქვენ წინ დეგუსტაცია არ გავაკეთე. მაგას თუ არ ჩავთვლით. უბრალოდ მართლა არ შეიძლება ჩემი შიმშილი ამ დროს ჯობია რომ რაღაცა მივიღო და დრო რო არ გაემასხნას, გავაცდინო, ბარემ თქვენთან ვიყავ. აი ასე შემოკარგება. მე იმედი მაქვს, რომ ჩემთვისაც, თქვენთვისაც, ყველასთვის იმედი მაქვს და სურვილი მაქვს ესეთი, რომ წელი იყოს ბევრად უფრო უკეთესი. რომ იყოს უფრო ჯანმრთელები, უფრო ხალისიანები, მიზნიანები, იმედიანები, მინდა გქონოდეთ სულ. მინდა უნდა გქონდეს ადამიანს, მინდა არის რა იცით, აი კატალიზატორი, რაღაც ესეთი ხელის წაკვრა. თუ არაფერი არ უნდა ადამიანს, ის არც არ გააკეთებს და ის იქნება ძალიან უბედური, მე ასე მგონია. მე მქონდა ეს პერიოდი D ვიტამინის ნაკლებობისას დეპრესიული, როდესაც არაფერი არ მინდოდა და ასეთი საშინელება არ არის არაფერი. არაფერი არ არის, როცა არაფერი არ გინდა. ახლა ძალიან ბევრი რამე მინდა. ესპანეთში მოგზაურობა მინდა, ნეპალში მოხვედრა მინდა. გახდომა მინდა. ახალი საის მინდა, რა ქვია, ჩასაცმელი მინდა. რემონტი მინდა, ავეჯი მინდა. ის მინდა, რა ქვია. რა მინდოდა ამას წინათ? ხო, მანქანა მინდა. კიდევ მინდა რომ ბუბუს ახალი ვარცხნილობა გაუკეთო, კიდევ მინდა რომ ბევრი მინდა მაქვს მოკლედ რა. კიდევ მინდა რომ წარბის ტატუაჟი გავიკეთო, გუშინ მაგალითად ეს დათხელებული წარბი სხვათა შორის შემისქელდა და აი აქაც სქელდება, მაგრამ ეს ადგილი მაინც თხელია და ამოდის სხვათა შორის. მაგრამ ასაკიდან გამომდინარე, ჩემ წარბებსაც ისევე როგორც თმას ჭირდება შეღებვა. შევღებეთ გუშინ და ცოტა მუქია. ანუ ერთი ჩამობანა უნდა კიდე. აქტრისა მარგარიტა სავითა მაქვს მეთქი. რა მინდა, ჩემი სამუშაო კუთხე მინდა. აქტრისა მარგარიტას გამახსენდა, რომ გემრიელად ვკერო. ძალიან ვისიამოვნე ამ შემოდგომაზე კერვით. უფრო მეტი დრო რომ მქონოდა, უფრო მეც დავაგვირისტებდი, ძალიან ბევრი პროექტი ვერ მოვასწარი. ხო, რა მინდა, იცით, კიდევ დროის დალაგება, განაწილება უნდა ვისწავლო. აუცილებლად ასე მაგალითად არ შეიძლება საახალწლოების კერვა, სარეალიზაციოების კერვა დაიწყოს ადამიანმა დეკემბრის შუა რიცხვებში, როცა მთელი წელია მანამდე. აი მთელი იანვრიდან უნდა დავიწყო უკვე სააღდგომოდ კერვა და აუცილებლად აღდგომის შემდეგ უნდა განვაგრძო საახალწლო კერვა. ეს თავარი 2 დღესასწაულია. თუმცა შემოდგომაზე შეიძლება ჰელოვინისთვის და შემოდგომისთვისაც შეიძლება ძალიან ბევრი პროექტი მაქვს, იქ გოგრები, იქ გვირგვინები, იქ რაღაცები და აუცილებლად მივხედავ მაგ ამბავს. მოკლედ ამდენი ბავშვობის შემდეგ არ მიკერია და ასე ძალიან დიდი სიამოვნება არ მიმიღია. იმდენ ხანს ვემზადე და იმდენ ხანს მინდოდა ეს საკერავი მანქანა გამომეყო და რაღაცა გეგმები და რაღაცა თარგები და რაღაცები განმეხორციელებინა, რომ ძალიან გემრიელად ვაკეთე, რაც ვაკეთე და ვნანოფრო ცოტა უფრო ადრე უნდა დამეწყო. სულ იმას ვამბობთ, რომ დრო არ მყოფნის. კარგია ადამიანს დრო არ ყოფნის. ესე იგი ბევრი საინტერესო რაღაცა აქვს გასაკეთებელი. ასევე, რადგან მე ჩემ საქმეს მივყავი ხელი, რადგან მე ჩემი შემოსავალი კიდევ ერთ-ერთი დამატებითი შემოსავლის წყაროა ოჯახში და სხვაზე არანაკლები, ხელი ავიღე ხეხვაწმენდაზე და მზარეულობაზე, რაშიც ძალიან მეხმარება ოჯახი, მართლა ძალიან მეხმარება. მათთვის ეს გასაგებია, რომ მე ჩვეულებრივად ვიღლები, რომ მე უკვე სამსახური მაქვს, როდესაც სამსახური არა გაქვს, იძულების წესით რეცხავი მჭურჭელს, აკეთებ სადილს, უფრო მეტად ირჯები, უფრო მეტად აცხობ, უფრო არ დამაგვიანდეს, აი ეს, ახლა მასე აღარ არის. ახლა არ არის, ტოსტს გაიხუხებენ ტოსტერში,
არმცალია და დაღლილი ვარ და გუშინდელ წვნიანს გამოიღებენ მაცევრიდან და გააცხელებენ. თითქმის ერთი თვე არაფერი გამომიცხია. რა ვქნა, მაშინ მანამდე ყოველ დღე ვაცხობდი. ახლა ასეა. ასე რომ მე ცოტა მოვაკლდი საოჯახო მეურნეობას. სამზარეულოს ვამბობ, თორე საოჯახო მეურნეობას პირიქით მხარში ამოვდექი და შემოსავალი გავიჩინე. აი ეს. ასე რომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენ, რომ იყავით ამ წლის განმავლობაში ჩემთან და როდესაც მე ვაკეთებდი დიდ შუალედებს, მაგალითად როგორც ამ შემთხვევაში დიდ შუალედებს ვაკეთებდი ვიდეოებს შორის, თქვენ მაინც მწერდით და თქვენ მაინც ჩემი მეგობრები იყავით. დიდი მადლობა სამყაროს ღმერთს, გარემოს, ჩემ ახლობლებს, იმისათვის როგორიც ვარ, რანაირიც ვარ და რისთვისაც ვარ და რასაც ვაკეთებ, ეს ყველაფერი შემაძლებინა. მადლობა ამ წელს და წინასწარ მადლობა შემდეგი წლისთვის, იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი, რომ ის აუცილებლად ძალიან მაგარი იქნება და თქვენც იგივეს გისურვებთ, ჩემო კარგებო. ხვალ 31 რიცხვში მე მაქვს ესეთი გეგმა, რომ ონლაინ მოგილოცოთ პრეზიდენტით, მოგილოცოთ ჩაწერილი პატარა ვიდეოთი, არა ლაივში მოგილოცოთ ახალი წელი. დღეს საღამოს კი, ჩემო კარგებო, ჩემს საყვარელ სიმღერებს ერთ პლეილისტს ვიდეოებად ცალობით, ესე კრებულს არ გავაკეთებ, ვიდეოების საახალწლო სიმღერების და საახალწლო კონცერტების რამდენიმე ვიდეოს ავტვირთავ, რამდენსაც მოვასწრებ. შეიძლება ხვალაც დავამატო ეს ყველაფერი, ეს მინდა რომ თქვენც ისე ამოვნოთ, ეს ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ ერთად მინდა მოვაგროვო, როგორც ბავშვობაში ვეძახდით, ზბორნიკი გავაკეთო საახალწლო, რომელსაც მეც ჩავირთავ ამ ახალ წელს და დიდი სიამოვნებით ვუყურებ, გავიხსენებ ბავშვობას, გავიხსენებ ახალგაზრდობას. იმედია თქვენს მოგეწონებათ ეს ყველაფერი, არ დაგავიწყდეთ, ვისაც გამოწერილი არ ყევართ, გამომიწეროთ, მომწეროთ, დამიკომენტაროთ, დამილაიქოთ და აუცილებლად გამომიწეროთ ხალხო TikTok-ზე. TikTok-ზე მე უფრო ხშირად ვარ, უფრო ბევრი ვარ, იქ არის ჩემი ბიზნესი. იქნებ თქვენთვისაც საინტერესო იყოს ეს ყველაფერი. მქვია იქაც გემრიელი ცხოვრება, ინგლისური ასოებით. შემომიერთდით. შემდეგ წელს ბევრად უფრო საინტერესო იქნება ჩემი მაღაზიაც TikTok-ზე და ვიყოთ ერთად. ახლა დაგემშვიდობებით, ყურადღებით იყავით, ჩემ არხზე აიტვირთება საახალწლო სიმღერები, ნოსტალგიური სიმღერები, ჩვენი ბავშვობის სიმღერები და ეს არ არის, ჩემო კარგებო, ხაზგასმით ვიტყვი. ეს არ არის რომელიმე კონკრეტული ეპოქის და პოლიტიკური წყობილების ნოსტალგია. რამდენი ახალგაზრდა თემოციკლეურს დადებს ვიღაცა Facebook-ზე, ღმერთმა გაანათლოს მისი ნათელი სული, ისედაც სიტყვაზე გამახსენდა ახლა უბრალოდ. იმდენი კომენტარში რო უწერენ რა კარგი დრო იყო, მე ამ ყველაფერს არ ვიზიარებ, არაფერი კარგი დრო იქ არ იყო, არაფერი კარგი არ იყო. უბრალოდ ბატონი თემური იყო ახალგაზრდა და თქვენ იყავით ახალგაზრდები და მე ვიყავი ბავშვი დაუშვათ. ან პირიქით. მე ვიყავი ახალგაზრდა და თქვენ იყავით ბავშვი და ჩვენ გვენატრება ჩვენი ბავშვობა და ჩვენი ახალგაზრდობა. მაშინ როდესაც ვიყავით უდარდელები, ჯანმრთელები, უფრო ახალგაზრდები, ხალისიანები და აი ეს ყველაფერი გვენატრება და არა გორბაჩოვი და არა საბჭოთა კავშირი, ამას ყოველთვის ვიტყვი ჩემ არხზე. მე რაღაცა არ მახსოვს, რომ ყველას შავი ხიზილალა ქონდა მაცივარში, რაღაცა მომწერეთ, აბა გქონდათ თქვენ შავი ხიზილალა მუდმივად მაცივარში და თქვენ გარშემო ყველას ქონდა შავი ხიზილალა? თუ ხელზე ყიდულობდით ხოლმე და ის ფულიც საკმაოდ ძნელი საშოვნელი იყო. ჩემო კარგებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდებკ ახალ წელს.
დაელოდეთ პლეილისტს ჩემ არხზე გემრიელი ცხოვრება, რომელსაც დავარქმევ გემრიელი ახალი წელი. ძალიან მიყვარხართ, ძალიან პატივს გცემთ. შეხვედრა.